ვიღაცა უცხოელი პირდაპირ უნდა ჩაერიოს შენი ქვეყნის საშინაო საქმეებში. ამიტომ ოპოზიციის მოთხოვნებს ძალიან ცივი რეაქცია ჰქონდა ქვეყნის გარეთ. კი ბატონო. როდესაც შენ ამბობ, რომ მე ქვეყანაში მინდა სამართლიანი არჩევნების ჩატარება, აგერ არის გაყალბებული სიები, რომელსაც წერს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ სიების პრობლემაა. აგერ არის ბიბლიოთეკები, რომელიც აღმოჩნდა. ბატონო დაკრე, ეს საერთაშორისო ორგანიზაციები ერთხმად ამბობენ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით ეს არის აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად, წინა არჩევნებთან შედარებით სუპერ დასახლებული ხალხი არ დარბოდა კაცო უბნებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლებამ დღეს ოპოზიციას ვინც მონაწილეობდა არჩევნებში, ისე მოუგო არჩევნებს, რომ გაყალბებაც არ დაჭიროებია. არ დაჭიროებია გაყალბება. ნუ სერიოზული გაყალბება იმ მეთოდებს, რომ სუპერი ემტრია არ დაჭიროება, მაგრამ ყველა ხდება ერთ რამეს. ეს არ იყო არჩევნები, უცხოელები ხვდებიან ძალიან. ეს არ იყო არჩევნები, რომელიც წყვეტდა ქვეყნის პოლიტიკურ ბედს. ეს იყო თვითმმართველობის არჩევნები. ყველა ხდება. და ამიტომ არ იყო ესეთი მკაცრი რეაქცია, თქვენ ესე ფიქრობთ? არა, რეაქცია რაც ახლა იყო, ეს დასკვნა რაც უნდა გასაკვირი იყოს. ეუთოს ის დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა გუშინ წინ იყო. ეს იყო უფრო მკაცრი დასკვნა, ვიდრე პირველ დღეს გააკეთა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დასკვნა. პირველ დღეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები პირიქით კმაყოფილები არიან ასეთი შეფასებები. კი არიან, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმომადგენლები როდის გაგიგია, რომ ეთქვას, რომ ცუდად შეაფასებენ. გასაგებია. ეს იყო ბევრად უფრო მკაცრი დასკვნა და სხვათა შორის ესეც ძალიან ნიშანდობლივია. ანუ გარდა ამისა, ახლა გარკვეული ნამუშევარიც არის. ხო, ნახევარი ევროპა მოვიარეთ, ყველგან დევს ეს დოკუმენტები, ანუ ვეცადეთ გაგვეტანა იქ ოპოზიციური პარტიები, ვეცადეთ გაგვეტანა იქ, სადაც გადაწყვეტილებების მომზადება ხდება. ანუ ჩვენ გვაქვს რეალური შანსი ხელისუფლებას უთხრათ. ან სული ამას, ან აცხადებ, რომ მე მაშინ უნდა თქვას პირდაპირ, რომ ღია ავტორიტარულ რეჟიმს ვამყარი და მაშინ მე ვიცი რა უნდა. კი ბატონო, ამ საკითხზე იწყება ოპოზიციური კონსულტაციები, მხოლოდ მინუს ნოღაიტელი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არსებობს ეროვნული საბჭო. დიახ. არსებობს ზვიაძიძიგური, რომელიც აწერს ამ დოკუმენტზე ხელს. ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებთან, იგივე ბატონ ზვიაძიძიგურთან ჩვენ სათვარ და მოხარულიც ვართ ამაზე სასაუბროთ. რაც შეეხება ნოღაიდელთან, დღევანდელმა დღემ, ჩემი და პეტრეს საუბარი. ძალიან დიდ პატივს უამრავი წელია ერთმანეთს კიდევ ერთხელ დამიდასტურა. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიზახით, რომ ნოღაიდელთან ურთიერთობაში ბატონი ჩვენ გვაქვს პრობლემები, ამის გამო პეტრე მამრაძემ დღეს ეს ყველაფერი დაადასტურა. ეს ხალხი არაფერში არ ყოფილა დამნაშავე, არაფერზე არ არის პასუხისმგებელი და ასევე იქნება ოპოზიციაში და მე არ შევუწყობ ხელს და ფორუმი ვერ შევუწყობს ხელს კიდევ ერთხელ ოპოზიციის მხრიდან მოbrunებას ასეთი ხელისუფლებაში ერთ წინადადებას 2003 წელს საქართველოს საზოგადოებამ დახუჭა თვალი იმაზე რომ შევარდნაძე ჩაანაცვლა მისივე გუნდმა, მისივე გამოცდილმა, ზუსტად ისეთივე უპასუხისმგებლოებმა და მან დაივიწყეს, რომ იმ შევარდნაძის დანაშაულებებში ამათ ლომის წვლილი ჰქონდა. დღეს თავიდან ამ შეცდომის გამეორება მე ხელს არ შეუწყო და არ ამგონია ქართული საზოგადოება. კი ბატონო, არ იყო შეცდომა მინუსებით ლაპარაკი წინა საარჩევნო პერიოდში, საუბრობენ იმაზე, რომ სწორედ მინუსებით ლაპარაკმა გამარჯვების ფორმულა არ მოუტანა ოპოზიციურ გამარჯვების ფორმულა არ არსებობდა მაშინ, როდესაც 1 მილიონი ხმა ედო გაყალბებული ამ ხელისუფლებას. გამარჯვების ფორმულა იქნებოდა საარჩევნო კანონმდებლობაზე ბრძოლა სექტემბერში, როდესაც ჩვენ ეს ყველაფერი დავდეთ და არა ყველაფერზე დაგახსნა. მე რაღაც -1 შველოდა, რაღაც -5 და ეს ერთმანეთში ერკვია იმ პარტიას ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და არა ფორუმთან უარყოფა. ბატონ პეტრე, თქვენ რა ფორმით აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას? იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ახლა აქედან გამომდინარე, რაც ჩვენ მოვისმინეთ, თქვენივე თანასაბჭოელების მოსაზრებებს ეწინააღმდეგებით, არ ვიცი ახლა როგორ ფიქრობენ, მაგრამ წარსულში ყოველ შემთხვევაში და სხვათა შორის პრესაში გავრცელდა და მედიაში გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ სწორედ ასეთი განსხვავებული მოსაზრებების გამო ნოღაიდელი ეროვნული საბჭოს დატოვებას აპირებს. სიმართლე შეეფერება ეს ინფორმაცია? არავითარ შემთხვევაში. არ აპირებს ეროვნული. ჩვენი პოზიცია არის მყარი და ურყევი. დიახ. ევრისაგან განსხვავებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოპოზიცია უნდა მაქსიმალურად გაერთიანდეს ხალხის ინტერესების დასაცავად. თქვენს გარეშე ბატონ პეტრე ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია ესეთია. დიახ. ხო? ჩვენი კარი და ჩვენი მზადყოფნა არის აი ესეთი. მიგვაჩნია, რომ ყოველგვარი ამბიციები პირადი, სიმპათიები და ანტიპათიები უნდა იყოს ამ ეტაპზე გვერდზე გადადებული. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ფორმულა დღეს თქვა ნოღაიდელზე თქვას ვიღაცამ, სხვა ვიღაცა სხვაზე იტყვის. ჩვენთვის ეს მიუღებელია იმ ხრივ, რომ ჩვენ ამას ჩვენ თვითონ არასოდეს არ ვიტყვით არავისზე. ჩვენი დღევანდელი პარტნიორები. შემზე ძალიან მოქმედა, როცა ზვიაძიძიგურმა გაიხსენა წარსული და თქვა, რა არ ვსინჯეთ რადიკალიზმის ხრივ, რა არ ვსინჯეთ და მხოლოდ დავანგრიეთ ეს ქვეყანა. ახლა საჭირო არის რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, სხვა გზა არ არის.
ახლა საჭირო არის ეკონომიკის აღდგენა და ასე შემდეგ. და ამ ხრივ ჩვენ არსოს არ გვაინტერესებს. რა გწით, ბატონ პეტრე, რადიკალიზმი რო იხმა, გამოიყენა სიტყვა ზვია ძიძიგურმა, თქვენ ამას საუბრობთ, რადიკალიზმის. მივესალმები იმას, როცა ადამიანი მოსინჯავს, არავინ არ დაბადებულა პოლიტიკოსად. მით მეტად საბჭოური დროიდან ვინ მოდიოდა როგორც პროფესიონალი პოლიტიკოსი, ხო? როცა ადამიანი მოსინჯავს ამას, თავისი წმენის გამო ზოგიერთ ციხეში წავიდა იგივე ძიძიგური. დარწმუნდა იმაში, რომ ეს არ არის სწორი გზა. რადიკალიზმი არ არის სწორი გზა თქვენისათვის. და თქვენი მოწოდებები მაშინ რაღა იყო წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ბატონ პეტრე? სწორედ ის რო არ ყოფილიყო გაყალბება. რამდენჯერ გითხარით? კი ბატონო, ანუ ის მუქარები მხოლოდ იმიტომ რომ არ ყოფილიყო გაყალბება. მე მაინც ხედავ იმას, რომ დრო არ რჩება ის. კი ბატონო, გისმენთ, თქვენ გაქვთ საშუალება იმისთვის, რომ განმარტოთ. გარემოს შექმნა რა თქმა უნდა საჭირო არის. საარჩევნო გარემოს შექმნა საჭირო არის. აბსოლუტურად ვეთანხმები ირაკლის ამ ციფრებში. ეს არსებითია ძალიან. საშუალო სამართლენო იყო 30%-იანი ბარიერის დაწესება. დიახ. და შემდეგ სააკაშვილის ფანტასტიკური განცხადების გაკეთება, რომ ჩვენთვის მიუღებელია რომ მოხდეს მეორე ტური, პირდაპირ თქვა ტელევიზიით. ამიტომ გვინდა 30%. თუ არა და მეორე ტურში ყველა გაერთიანდება ჩვენს წინააღმდეგ და მაშინ ხო წავაგეთ. ბატონო პეტრე, 30% ვინ დააწესა პირველად ბარიერი თუ გახსოვთ? საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა, რომლის წევრი ბრძანდებოდი თქვენ, სააკაშვილის, ჟვანიას და ყველა ნოღაიდელის და ყველა ერთ. კარგით, მოდით. 30%-იანი ბარიერი და 30%-იანი მაღალი. არა, 30%-იანი ბარიერი საუბარი არის მაჟორიტარულ სისტემაზე და როდესაც ერთი ერთზახდება არჩევნები. თქვენ დააწესეთ თავის დროზე. ბატონ პეტრე, ძალიან მოკლედ მითხარით, რა არის თქვენი სამომავლო გეგმა? ირაკლი მოკლედ არ ლაპარაკობდა და მოკლედ ლაპარაკობდა და დამერწმუნეთ, რომ თანაბრად იყო გადანაწილებული დრო. ეხლა ნახეთ რა შეესაქმე. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მუშაობას პირველი კონტაქტები ყველასთან. დიახ. აი ამ მოწოდებით, რომ რაც მოიტანა შიგნით დაპირისპირება ფორმულება -1 თუ - რაღაცა, რაც მოიტანა ყველამ ნახა. რაც მოიტანა საკლების გავს აქციებმა, ყველამ ნახა საქართველოში და ხალხი გაწმირებული არის. დავიწყოთ აი ის რაც გითხარით, ამბიციები გადაიდოს ხალხის ინტერესები პირველ პლანზე და ყოველგვარი სიმპათია, ანტიპათია დავიწყოთ, პოლიტიკა და გადარჩენა ქვეყნისა. ეხლა ნახეთ ჩვენი პროგრამა. დიახ. მოკლედ ვიტყვი. დიახ. პირველი ეს არის მართვის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა. ამით დავიწყეთ ჩვენი პარტია 2008 წლის შემოდგომაზე. დღეს 70% ყველა გამოკითხვით ქართველებისა, საქართველოს მოქალაქეებისა უჭერს ამას მხარს და ამბობს, რომ არ გაამართლა პრეზიდენტის ინსტიტუტმა და უნდა დავასრულოთ ეს ინსტიტუტი. ანუ ბელადობანას უნდა მოვუღოთ ბოლო. მეორე. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა ნორმალური, ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე. აი გრიგოლ ვაშაძემ თქვა, მაშინათი მხარი დაუჭირეთ, იმიტომ რომ აი გამოაცხადა კვასნევსკიმ და ჩვენ თქვით, მაგრამ მე არაფერი არ ხდება. ულტიმატუმების გარეშე და ამის გარეშე ვერ გადარჩება საქართველოს სახელმწიფო და ამის გარეშე ვერ დაველაპარაკებით ჩვენ საფხაზებს და ოსებს და გაუცხოების ყოველი დღე არის ჩვენთვის ყელის გამოჭრა. პლუს სანამ ეს არ არის, აი ეს ერთის ხრივ სააკაშვილის რეჟიმი და სააკაშვილი პირადად რაც თავარია, მეორეს ხრივ რუსეთის ხელისუფლება, ეს არის ფეთქებადი ნარევი და რა გვერის ხვალ არ ვიცით. ესეც უნდა დაეზრიოს. გასაგებია. აი ამ ფარგლებში ჩვენ ვამბობთ, რომ ბრძოლა არის საჭირო არა ის, რომ არჩევნები და მან არ ყოველ დღე ნებისმიერი გადაცდა, ნებისმიერი დარღვევა, ყველაფერი უნდა ხდებოდეს ღია, აი ტელევიზია, მე გეტყვით ერთ რამეს და ამით დავამთავრებ. რომ ქონოდა ჩვენ ძლიერი ტელევიზია, როგორც იყო რუსთავი-2 ვარდების რევოლუციის წინ, უგულავას არც კი წარადგენდნენ კანდიდატს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, სამწუხაროდ ჩვენ დრო ამოიწურა, მე მადლობა მიდე მოგეხსენეთ იმისთვის, რომ მოგზავნეთ და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. ძალიან მოკლედ წინადადება რა. ძალიან მოკლედ. მე რამდენადაც გავიგე ბატონი პეტრესათვის, ამ პარტიის უახლოეს ამოცანებში მიხეილ სააკაშვილის შეცვლა აღარშა. გასაგებია. ამ გზით შედის, ამ გზით. კი ბატონო, შედის მიხეილ სააკაშვილის შეცვლა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ირაკლი მელაშვილი, პეტრე მამრაძე, ჩვენი გადაცემის სტუმრები. ზუსტად 9 საათზე თქვენ გელოდებათ მაესტრო სახალიანები მაკაცინცაძესთან ერთად, 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკაბერიძის სტუმარი იქნება ირაკლი ალასანია. მე ზუსტად ხვალ 8 საათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.